მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ეს არის გადაცემა ნეომედი ეკა სუხიშვილთან ერთად. ამ გადაცემაში ჩვენ განვიხილავთ პროექტს ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომელიც მხარდაჭერილია ნეო-ტივის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამ პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგების ჯგუფი ეწვია 10 საპილოტე სკოლას, სადაც შეხვედრები ჰქონდათ მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. განიხილეს ძალიან ბევრი პრობლემები. ბავშვების ურთიერთობა ერთმანეთთან, უფროსებთან, აგრესიული ფონი, გარდატეხის ასაკითვით დამკვიდრება და ძალიან ბევრი რამ. გაკეთდა კვლევები, რომლის ფინალი იქნება 23 ივლისს მეცნიერებათა სკოლის თან არსებულ ნეო-ტივის სივრცეში, ამიტომ გეპატიჟებით სულ ყველას დასწრება თავისუფალია, ხოლო დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება თვით დამკვიდრებას და პოზიტიურ მშობლებს. სწორედ ამ საკითხებზე დღევანდელი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ფატი ფარნიაშვილი. ფატი, მოგესალმებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. აქვე მადლობას გეტყვი, რომ ძალიან აქტიურად იყავი ჩართული ამ პროექტში და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და ტრენინგები ჩაატარეთ. ამისთვის დიდი მადლობა. საინტერესოა, რა პრობლემები გამოიკვეთა და აი დაკვირვებებმა გვიჩვენა, ჩვენ კვლევებზე ვმუშაობთ, ახლა 23-ში გვექნება დახურვა და სრული შედეგი ამ კვლევების მთელი ამ პროექტის იქნება განხილული, მაგრამ აი იმ შეხვედრებზე ძალიან ბევრი საკითხები იყო და ერთ-ერთი საკითხი იყო პოზიტიური მშობლობა. აი ამ პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებით რა შეხედულებები გაქვთ თქვენი დაკვირვების შედეგად? რას გვეტყოდით? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა იმისთვის, რომ ასეთ აქტიურ თემებს აშუქებთ და შესაბამისად ხართ მობილიზებული და აქტიურად ჩართული ყველა კონტექსტში, ვიტყვი მოზარდების, ზრდასრულების, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ განვითარებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე. შესაბამისად თემისა ვიტყვი იმას, რომ გამომდინარე იმ ჩემი ჩართულობისა და ჩემს მიერ ჩატარებული ტრენინგების და შეხვედრებისა, აქტუალურად წამოვიდა უფრო ზრდასრულების მენტალური ჯანმრთელობა. ზრდასრულების მე გულისხმობ მშობლების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება და ურთიერთობა იმ ასაკობრივ ნაირფეროვან ასაკობრივ ჯგუფთან, რომელიც შვილებს წარმოადგენს, თუნდაც არა მარტო შვილები, თუნდაც სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების და თუნდაც ის, რომ ერთად საზოგადოების ჯგუფში, ჯგუფების, ან კიდევ სოფელში, თუნდაც ან ქალაქში ერთმანეთთან მოკონტაქტე და ურთიერთობაში აღმოჩენილ გარკვეული თემის, გარკვეულ თემში კიდევ ხო. იცით რა არის, მე მინდა რომ უშუალოდ ძალიან წინ წამოვიდეს ეს ასპექტი, იქიდან გამომდინარე, რომ მენტალური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ფაქტიურად ერთი სინონიმია. თუმცა მენტალურ ჯანმრთელობაზე ან ფსიქიკურიდან გამომდინარე აქვს კიდევ ღრმა გადასვლები, რომელსაც დღეს არ შევეხებით, დავადებთ კონცეფციას, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ძალიან არის გახშირებული კონკრეტულ შემთხვევებში, რომ არიან გადასული ამ პრობლემებშიც მშობლები, გარემოებები და რაში გამოიხატება ეს? სწორედ რომ ამის თქმას ვაპირებდი ხარ, რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, იმ ეკონომიკური გარემოებებიდანაც, იმ სოციალური გარემოებიდანაც, იმ პოლიტიკური მდგომარეობიდანაც რეალურად რაც დღეს არის ჩვენ სახელმწიფოში და რეალურად რაც ყველაზე მეტად ზემოქმედებას და ურტყავს მოზარდის ფსიქიკას. და გეტყვით რა შემთხვევაში მშობელი რომელიც არ მუშაობს, ან მშობლები არის ისეთი უამრავი და ამას ყველა ვთანხმდებით, რომ უმუშავრების სტატისტიკა ძალიან მაღალი არის დღესდღეობით კიდევ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად თუ ფიზიკურად მაინც მუშაობს ოჯახში რომელიმე, ხო, უფროსი ან მამა ან დედა, არანაირი ინფორმაციის
ჰუმანური გაცვლა არ ხდება შვილებთან მიმართებაში, რომ იცი რა არის, მე დღეს ეს არ მაქვს, მაგრამ ხვალ გვექნება და ამიტომ ზაობა უნდა იყოს. ანუ აგრესია უფრო მაღალია, როცა რაღაც არ აქვს, ვიდრე დაუშვათ იმისი ახსნა. რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ხო გასაგებია, რომ უმუშევრობის დონე მაღალია, თუმცა აბსოლუტურად ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა ჩივის იმ დაუშვათ საჭირო ადამიანებს დამხმარე ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ უკვე მაღალ ანაზღაურებაზე არიან დღეს. ეს იქნება მიწაზე მომუშავე, სახლში მომუშავე, სარემონტო სამუშაოებზე თუ რა ვიცი, უამრავ რაღაცებზე. პროფესიული განათლების მიმართულებით საკმაოდ ბევრი სამუშაო საშუალებებია. გეთანხმებით, ერთ-ერთი კიდევ ეს მენტალური გარემოებები არის კიდევ ის პრობლემა მენტალურად, რომ აი სწორედ რომ პროფესიული ახსენეთ, ქალბატონო ეკა და არ არის ჯერჯერობით მომწიფებული კიდევ ჩვენს საზოგადოებაში ის გარემოება, რომ არის პროფესიული აუცილებელი რამ და ახალგაზრდები უფრო სწორად არიან ამ მიმართულებით, რომ არ არის საჭირო უკვე, რომ არ არის საჭირო მაინდა-მაინც მეზობლის ჯინაზე უმაღლეს სასწავლებელში წახვიდე, ვერ დაამთავრო ფინანსების გამო და ან დაამთავრო და აზრი არ ჰქონდეს იმ დიპლომს. აი ახალგაზრდები უფრო კარგად ფიქრობენ. თუმცა მე მინდა ურთიერთობა ინტერაქციას გაუსვა ხაზი მშობლებსა და შვილებს შორის. აქედან გამომდინარე, რომ უფრო მეტად უშუალობა, გულწრფელობა, ასე ვთქვათ, გაცვლა, გამოცვლა ინფორმაციისა და თანადგომა არის ნაკლებობით. უფრო უმეტესად წინ არის წამოწეული დაყვედრების, ასე რომ ვთქვათ, ვიხმარ ამ სიტყვას, რომ მე იმდენს ვმუშაობ და შენი გულისთვის. ნახეთ, ამ კუთხით არა ბავშვის მდგომარეობა თვით შეფასებაც კი იმდენად დაბლად იწევა, რომ მისი ფასეულობა, რომ ის რისთვის არსებობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მერე უკვე სხვა ფიქრებში მიდის ბავშვი. ამ შემთხვევაში უკვე თუ მაგალითად პუბერტულ ასაკზე გადავა, ეს უფრო მძიმე გარემოებებს გამოიწვევს მის ფიზიკურ და ცნობიერ გარემოებებს, ანუ ცნობიერად, იმიტომ რომ ფიქრები სულ სხვა კუთხით წაიყვანს ბავშვს. შესაბამისად, მისი мотиваცია აღარ იქნება ისეთი მაღალი, რამაც უნდა გაზარდოს ურთიერთ ინტერაქციას თავის თანატოლებთან, სხვებთან. ან კიდევ გარე мотиваციათ ვერ აღიქვავს იმას, რომ მისთვის საუკეთესო რა იქნება. იქნება თვითგვემის, დეპრესიულ და იმ ჩაკეტილობის ფონზე, რომელსაც ასე ვთქვათ, ის მენტალური ჯანმრთელობა განსაზღვრავს, რომელიც მე ვახსენე. კი, მაგრამ მშობელს ძირითადად უხდება ის დაყვედრებითი მომენტების აი ესეთი გააქტიურება, მაშინ როცა შვილში ხედავს დაუფასებლობას და ძალიან აი სიმარტივეს მისი შრომის მიმართ. იქნებ ესეც არის მიზეზი. აი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? აი შვილთან ურთიერთობაში როგორ უნდა ვიყოთ, რომ არ დაგჭირდეს დაუშვათ დაყვედრება, რომ აი მე შენი გულისთვის ამდენს ვაკეთებ, შეგეწირებ, შრომობ, ასე შემდეგ და აი რაღაცა ისეთი ურთიერთთანხმედრა იყოს ჯანსაღი. კი ბატონო, გარკვეულწილად ეს პირველ რიგში ამოატივტივებს იმ გარემოებას, როცა მშობელი ხდება პასუხისმგებლობა რა დონეზე ეკისრება, რომ შვილი აღზარდოს თუ გაზარდოს მარტო. ნახეთ, არ არის მარტივი აღზრდა. ამაში ყველა ვთანხმდებით. აღზრდაში მოიაზრება ის ჰუმანური გარემოებებიც და მდგომარეობიც და ურთიერთობებიც, რომელიც რომ აუცილებელია, რომ ბავშვმა გამოიმუშაოს ის უნარები, რომლებიც შემდგომში უკვე განვითარების სხვადასხვა ეტაპებისთვის იქნება მარტივად გასასვლელი. ნახეთ, თუნდაც ის ნებელობითი უნარი, რომ დედას უნდა დაელოდოს. თუნდაც ის კიდევ ამ თვით დამკვიდრების პერიოდს, რომელსაც 3-დან 5 წლამდე ან 6 წლამდე როცა უნდა გაიაროს, რომ თვითმყოფადობა დაიმკვიდროს და ის საჭიროება, რომელიც რომ ამ ეტაპში არ იქნება ჩავარდნილი, უკვე 14 წლიდან 17 წლამდე მისთვის იქნება ძალიან მარტივი მიმღებლობა, რომ მშობელს პატივი სცეს. და ანალოგიურად მისთვის არ იყოს ის ცუდი мотиваცია, რომ მშობელი რომ მუშაობს, იტანჯება, მე რატო უნდა ვიმუშაო, მეც დავიტანჯები. ნახეთ,
არის რგოლები, რომელიც არ უნდა ჩაიშალოს განვითარების ეტაპებში. მაგრამ სამწუხაროდ ოჯახები იქმნება და შვილები ჩნდება იმ ასაკში, როცა აბსოლუტურად გამოცდილება არ გააჩნია მშობელს, ფაქტიურად ბავშვთან ერთად იძებს ამ გამოცდილებას და ამასობაში ეს უკვე ზრდასრულ ასაკს აღწევს და რაღაცნაირად მე შვილიშვილების პერიოდში ხარ მზად სწორი აღზისთვის და შვილიშვილებთან უკვე აღარ გაქვს იმის უფლება რომ ჩაერიო. აი იმიტომ არის მე ვფიქრობ აი ეს პრობლემები ყოველთვის ანუ განათლების დეფიციტი გვაქვს აღზრდის მეთოდებში. არა მარტო გეთანხმებით ქალბატონიკა, არა მარტო აღზრდის მეთოდებში, არამედ აი იმ საჭირო უნარების ხო განვითარებაში, რომელიც რომ აუცილებლობა არის, რომ მე და თქვენ რომ ვზივართ ამ თემატიკაზე ვსაუბრობთ, ეს არის უკვე ჩვენი ცნობიერებისზე აღმატებულება, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ხომ ასეა და ვუზიარებ და გვინდა გავუზიაროთ ყველა ჩვენ მოსახლეობას, თითოეულ მოსახლეობას, რომ ანალოგიურად მათაც სხვებისავით, რომელსაც ცნობიერება ამაღლებული აქვს, არ დაუშვათ შეცდომა და შემდგომი ურთიერთობა არ იყოს რადიკალურად განსხვავებული ცუდი კუთხით, არამედ ჰარმონიული იყოს. ნახეთ, ჰარმონიულ ურთიერთობას მოაქვს ჰარმონიული გადაწყვეტილებების მიღება. პოზიტიური ფიქრებიც მოდის ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში მოდის ის მენტალური მართლა ჯანმრთელობა, ფსიქიკის ჯანმრთელობა, რომელიც რომ სამწუხაროდ ჩვენ დღესდღეობით თუნდაც ნებისმიერ დამსაქმებლისთვის ხო არის წამყვანი რომ მენტალურად ჯანმრთელი მოხელე ჰყავდეს ამ შემთხვევაში რომ მან თავისი ის სფერო რაშიც ის იქნება დაკავებული იყოს წარმატებული და იყოს ორიენტირებული გამომუშავებაზე იმ მაღალი დონისა, რომელიც შეეფერება და რომელიც უნდა ხო ასე არა. ანალოგიურად ჩვენ ვართ მოწადინებული იმაზე, რომ ყავდეს სკოლამდე აღზრდაშიც ისეთი ამღზრდელები, რომლებსაც ჰუმანური პოზიტიური გამოცდილება ექნებათ და უნარები ექნებათ იმისა, რომ ბავშვის განვითარების ეტაპები ეწოდინებათ ზედმიწევნით კარგად, რომ აი იმ კონტექსტში ასაკობრივში რა საგანმავითარებელი პოზიტიური ქმედებები უნდა გააკეთონ და აქტივობები უნდა ჩადონ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად მე საერთოდ საგნად უნდა იყოს წესით, საგნად უნარები, ფსიქოლოგიური უნარები, თუნდაც მაღალ საფეხურზე მე პროფესიულ სასწავლებელში უნივერსიტეტში კი არის საგანი ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სხვა უნარები უნდა ისწავლებოდეს იმისთვის, რომ მე ის ზრდასრული ადამიანი იყოს მზად ფსიქოლოგიურად ცხოვრებისთვის. თქვენ თქვით, რომ აი ეკონომიურმა სიდუხჭირემ, დაუშვათ პოლიტიკურმა მდგომარეობამ ეს გამოიწვია და ეს იწვევს აი იმ ფსიქოემოციურ ფონს და იმ ჩავარდნებს დაუშვათ უფროსსა და უმცროს შორის, მშობლებს და შვილებს შორის, მაგრამ ძალიან ბევრი ეკონომიურად საკმაოდ კარგად მყოფი და ასე ვთქვათ ნეიტრალური პოლიტიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებშიც არის ეს პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ მაინც არის აი ეს ურთიერთდეფიციტმა გამოიწვია ეს ყველაფერი. იქ კიდე ის, ანუ აღარ სცალიათ ერთმანეთისთვის ადამიანებს. ჩაკეტილები არიან თავის ცხოვრებაში და აი აღარ სცალიათ ბევრ დროს კარგავენ თუნდაც სოციალურ ქსელში ყოფნით. ის დრო შეიძლება რომ დაუშვათ ოჯახის წევრებს ურთიერთობაში. არის ხოლმე მომენტი აი ეს ბნელი 90-იანები ზოგჯერ სინათლე რო ქრებოდა, როგორი ერთიანდებოდა ოჯახი და უამრავი რაღაცა საერთო თამაშებიდან დაწყებული, საუბრებით დამთავრებული, ზოგჯერ ამის სანატრელი გაგვიხდეს როგორი დეფიციტია. ამ პოზიტიური მშობლების ფაქტიურად ბმაშია საკუთარი მესპოვნა. ხშირად ამ ბავშვებს აი რაც დაუშვათ ამ შეხვედრებმა ჩვენ დაგვანახა არის რომ თავისი მე დაკარგეს. დიახ. აი თქვენი შეხედულებები ამის შესახებ როგორია? ნახეთ უშუალოდ პირდაპირ ბმაში როგორც თქვენ აღნიშნეთ ნამდვილად არის და გავმეორდები არ დავიღლები არასდროს რომ საკუთარი მესპოვნა არ ხორციელდება უკვე ზრდასრულობაში. არც იმ პერიოდში, როცა არის უკვე პუბერტული ასაკი გადალახული.
ეს არის უფრო ადრეული განვითარების ეტაპი, როდესაც დამკვიდრება ხდება ბავშვისა და პოვნა ხდება საკუთარი შეცნობა ხდება საკუთარი უნარებისა, ძალისა, ძალისხმიერებისა, რომ მას შეუძლია რაღაც ბარიერების გადალახვა, მიღწევა რაღაცის და ზეიმი. აი ეს არის ყოველთვის შესაძლებელი, ეს უნდა იყოს ყოველთვის პოზიტიურად აღნიშნული და წახალისებული, ნახეთ, და შემდგომ უკვე ხო წეღან როგორც აღვნიშნე, აი ის ასაკი 3-დან 7 წლამდე განაპირობებს 12-დან 13-დან 17 წლამდე იმ პატარა თუ დიდ მიზნებისკენ სწრაფვის კარგად განხორციელებისთვის, რომელიც აბსოლუტურ ბმაშია შემდეგ, რომ მომავალში, როცა ის იქნება მშობელი, მას ეს აღარ გაუჭირდება, ნახეთ, რომ მისი შვილი იყოს ასევე კარგად აღზრდილი. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ არიან ოჯახები, კმაყოფილი ოჯახები, ესე რომ ვთქვათ, რესურსული ოჯახები, მაგრამ იქაც არის ურთიერთობის დეფიციტები, ხო? და არ გვაქვს ის მეს კონცეფცია წინ წამოსული და შესაძლებელი არის, რომ ბავშვი იყოს ჩაკეტილი, განმარტოვებული და გაჯეტებზე დამოკიდებული. მატერიალური მხარე უფრო წინ მიდის მაგ შემთხვევაში. ფსიქოლოგებს გვაქვს ერთი კარგი ფრაზა. შეიძლება კვირის 7 დღეს დაკავებული იყო, 5 დღეს უფრო სწორად დაკავებული იყო დილიდან საღამომდე, მაგრამ შენ შვილთან ინტერაქცია კონდეს და გარიგების პრინციპით კონდეს მიღწეული და რა. ნახე, შაბათი რომ მოვა, ჩვენ წავალთ და ამ საათიდან ამ საათამდე გავატარებთ ერთად. თუნდაც ეს იყოს მინიმალური 2 საათიდან და მაქსიმუმი 5 საათი. მერწმუნეთ, ეს იქნება მთლიანად იმ კვირის ბაზისი, რომელიც მას დაატოვა. ანაზღაურებული. კმაყოფილება კარგ განწყობას განაპირობებს. ის რესურსი, რომელსაც ის ელოდება, როგორც რომ მშობლის ნებელობიდან გამომდინარე, რომ ვალდებულია, რომ დაელოდოს, იქიდან გამომდინარე, რომ მშობელი მიუხედავად ყველაფრისა მუშაობს, ის გამოიღებს იმ გამონახავს იმ დროს, რომელსაც მას მიუძღვნის. ეს არის დიდებულზე დიდებული რამე. იქცნო თავის საჭიროდ, აღიქვა პიროვნებად და ბოლოს და ბოლოს ბავშვი ყოველთვის რაღაცა როდესაც ეკონომიური თუნდაც ურთიერთობის დეფიციტი აქვს, თუნდაც არ აქვს ის პოზიტიური განცდები, ხო? აი ეს ყველაფერი შეუმსუბუქო მისი ემოციები და მოლოდინის რეჟიმში ყოფი კიდევ სხვა კარგ უნარებს პოულობს სათავისოდ. ნახეთ, კიდევ კარგი იქნება, როდესაც მეორე მშობელი ამ კუთხით შესთავაზებს, რომ დღის კვირის ამ მომენტში მოდი და მამა რომ ესე გაგვიკეთებს, ან დედა ხო პირობითად რა მნიშვნელობა, ჩვენ ამითი ვასიამოვნოთ. ნახეთ, ურთიერთქმედებით მიღწეული შედეგი არის ბუმბერაზი რამე. კიდე განსაკუთრებით აი საოცარ შედეგებს თუ წყვილი ერთად არის, ანუ ბავშვს მოზარდს ყავს ორივე მშობელი ერთად და აი ეს ერთობლიობა, ოჯახური გუნდურობა, რაც აი სხვა ემოციას იწვევს და ეს ძალიან გვაკლია, ძალიან ეხლა კი არის. ამან სათავე საკმაოდ დიდი ხნის წინ აიღო და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის აი 90-იანი წლებიდან დაწყებული, ეს კიდევ უფრო ადრე დაწყებულია, იმიტომ რომ მიუხედავად იმის, რომ აი ჩვენ დროსაც თითქოს უზრუნველი ბავშვობა გქონდა, თითქოს უზრუნველი მშობლები რაღაც, მაინც იყო სულ დეფიციტი ოჯახური თავყრილობის, ოჯახური გასვლების, იმიტომ რომ რაღაცა მაშინ კიდე სხვა მიდგომები იყო, სხვა, თუმცა ჩვენ მაინც ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, რომ ამ ხელა ფაქტიურად მშობლები ცდილობდნენ აესხლიტათ და მოეცილებინათ სტრესი. ინფორმაციაც ბევრად ნაკლები იყო, ანუ ის სტრესული გარემო ძალიან ცოტა გქონდა და აი ეხლა ძალიან მძიმე სიტუაცია ბავშვებში. ყველა მხრიდან აქვთ აგრესია, ყველა მხრიდან არის ურთიერთობის დეფიციტი და რაღაცა აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ცოტ-ცოტა წვეთ-წვეთად რაღაცნაირად გამოვასწოროთ აი ერთობლივად მშობლებთან ასეთი
პროექტებით, ურთიერთობებით, თქვენი ჩართულობით, ფსიქოლოგების როლი არის ძალიან დიდი, ძალიან და ვფიქრობ, რომ თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ. ვიდრე დაგემშვიდობებით, რეკომენდაციები რა არის? აი, მშობლებთან მიმართებაშიც და დაუშვათ იმ ბავშვებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ესეთი დაბალი აქვთ თავისი თვითშეფასება. რეკომენდაცია არის ძალიან აუცილებელი. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია არის ინდივიდუალური გარემოებიდან გამომდინარე და მდგომარეობიდან და მე ზოგადად ვიტყვი ერთ რამეს, რომ არა მარტო მშობლისთვის, არამედ ყველა სახელმძღვანელო და ყველა საჯარო სკოლების პედაგოგებისთვისაც მინდა რომ რეკომენდაცია გავცე ესეთი, რომ თუ სადმე როდისმე ხო შენიშნეს ბავშვის ემოციური გარემოება, სოციალურიც და მისი ფსიქიკური მდგომარეობა იქნება არასტაბილური, უშუალოდ გქონდეთ მშობელთან კონტაქტი, ჩააყენო საქმის კურსი აუხსილებლად და ერთობლივად მოახდინონ ამის დაკვირვება. დაკვირვების შედეგად უნდა გადაწყვეტილება მოხდეს ძალიან შეთანხმებულად, რომ საჭიროებად ჩაითვალოს ფსიქოლოგთან ვიზიტი. დამიჯერეთ, ეს არის ყველაზე მოკლე ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხრელად, რომ სიმწვავე არ იგრძნობოდეს შემდგომში უკვე მოზარდობაშიც და ზრდასრულობაშიც. გადამწყვეტი არის დროული მიმართვიანობა ფსიქოლოგთან და ვფიქრობ, ჯანსაღი აზროვნება ყოველთვის იმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ საინტერესო იყო, მით უმეტეს ეს პოზიტიური მშობელი, თვით შეფასება, თვით რეალიზება მოზარდებში, ძალიან საინტერესო თემაა. ვფიქრობ, კიდევ შევხვდებით და გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემებზე. მადლობას გიხდით კიდევ იმისთვის, რომ ესე აქტიურად იყავით ჩართული პროექტში და ძალიან საინტერესო შეხვედრები და პრეზენტაციები გააკეთეთ და მოკლედ ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სამომავლოდ გაგრძელდება, იმიტომ რომ საჭიროება ძალიან დავინახეთ, სხვა სკოლებიც მზად არიან და ძალიან უნდათ, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ არა მარტო ჩვენი ქალაქის, არამედ რეგიონის მასშტაბით. ეს იყო გადაცემა ნეომედი ვიტასოხიშვილთან ერთად პროექტით ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომელიც მხარდაჭერილია ნეო-ტივის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გელოდებით 23 ივლისს პროექტის დახურვაზე.